მის გარეშე თბილისი ალბათ არ იქნებოდა. მერე რა რომ მის ბიოგრაფიაში შავი თეთრზეც წერია, გიზიყელი იყო, სოფელ მირზაანში დაიბადა და იქ გაატარა ბავშვობაო. თბილისელობა ხომ დაბადების ადგილს არ ნიშნავს. არც საპასპორტო რეჟიმს ექვემდებარება. თბილისელობა სხვა რამეა, ცხოვრების სხვა წესი. კუთხურს რომ დაივიწყებ, აქაურ ქუდს მოირგებ. ხელგაშლილი და ალალმართალი იქნები. თავმდაბალსა და გულით ამახს. უფულობა და ფულიანობა ერთნაირ სალამს გათქმევინებს, თორემ თუ დაბადების ადგილებს მიყვებით ნამდვილი თბილისელი მხოლოდ ის ხოხობი გამოდის, ცხელ წყლებში რომ ჩაიხოხვა ვახტანგ გორგასლის ის არს გაქცეული. გასაიდუმლოებული და ბორუსით მოსილი ბიოგრაფია. მისი ცხოვრება მხოლოდ მიგიდნენ მაიცოდნენ ერთი ჭიქა არყის ფასად შედევრებს რომ შჩუქნიდა. ეს რა ეშმაკმა ბორგამაღამ ქარი, ამიწიოკა დამირბია მან შთაგონება. თბილისის ქუჩებს დავედევნე ვიხმე ამქარი, დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონება. აქ, ამ ქუჩებში დადიოდა როგორც სიზმარი, საქართველოს ცას აკეტრაფოდა მისი ოცნება. ჩამხეული, ტან მაღალი, მარათხიზანი, მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება. მივალ, ხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები, ბნელთან მებრძოლნი უსინათლო მეთარეები, წმინდა სეტყვილი ნიკოლაი ძველი დოსტები და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები. ვეტყვი, როგორმე მოიგონეთ ძიაკაცებო, ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი, მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესამდობარი. თვით რჯული იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა. სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მარტო გათავდა. ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო თილისმა, არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხდა. ამბობენ, არაღზე თუ გინდა გაფრენილ ფრინველს დაგიხატავდაო. თვითონ კი, ფერმკრთალი სახითა და გასხივოსნებული დიდი თვალებით, ფრესკიდან გადმოსულს უფრო ჰგავდა ვიდრე უსახლკარო, ღატაკ და არყით გაბრუებულ მხატვარს. ნიკოლას ბავშვობა საკუთარ კულტურულ გარემოში გაიარა, მან მიიღო განათლება, ის კარგად ლაპარაკობდა რუსულად და იზრდებოდა სხვადასხვა კალანტაროების ოჯახში. ესენი იყვნენ ძალიან შეძლებული, კარგი ხალხი, რომლებიც დიდ მამულებს ფლობდნენ შულავერში, სადაც ბავშვობა გაატარა ნიკოლამ. შემდეგ შულავერიდან ისინი გადმოვიდნენ თბილისში, სოღოლაკში ცხოვრობდნენ და მისი ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი 20-იან წლებში იგონებდა სწორედ ამ ნიკოლას ბავშვობას, ამბობდა, რომ სულ ხატავდაო, ლექსების კითხვა უყვარდა, დეკლარირებდა ხშირად ლექსებს ზეპირად გვეუბნებოდაო და 16 წლის იყო ნიკოლა, როდესაც მან თქვა, რომ უნდა დავტოვო უკვე თქვენი ოჯახი და უნდა წავიდე და მათ გადაუღეს მას მაშინ სურათი და ის ორი სურათიდან ერთ-ერთი, როდესაც ნიკოლა არის 16 წლის, გადაღებულია სწორედ კალანტაროების მიერ. და შემდეგ მან ისტოვებს ამ ოჯახს და უკვე იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მაგრამ კალანტაროებთან მიღებული განათლება, კულტურა, ეს ყველაფერი გაყვა მას ცხოვრების ბოლომდე. ხუმრობით მიკიდნებს, გრაფი შეურქმევიათ. უცხო სუფრას არასოდეს მიუჯდებოდა. ძნელი იყო მისი მიპატიჟებაცო. გაუმხილა ერთხელ თუმრე ლადო გუდიაშვილს ქოსების ცნობილი დუქნის დახლი დარმა. სპიროსმანის ქუჩის 25 ნომერში ცხოვრობდა ქალბატონი თამარ კახიანი, რომელმაც მიამბო, რომ მას პირადად ახსოვს ძალიან კარგად
ნიკალა ჩვენ მაშინ პატარები ვიყავითო, დადიოდა ვედრით და საღებავები იყო ამ ვედროში ჩალაგებული და ჩვენ კიდე ბავშვები ვეძახოდითო კოლე ნიკალა ისიძი დომენი გულაი და ხა თქვენ მამაძაღლებო ასეო დაგვიძახებდო, მაგრამ ისე ბრაზიანი კაცი არ იყო, ძალიან კეთილი კაცი იყო. ფიროსმანი აუხსნელ ლეგენდად მოვიდა. ის კი ამოგონებები და ნახატები დაუტოვებია ბლომაძვილ თბილისში. ახლანდელი ფიროსმანის ქუჩის 14 ნომერში სასტუმრო ყოფილა, რომელსაც ქვეშ რესტორანი ჰქონდა და სახელად არარატი ერქვა. ნიკალა ამ არარატის მუდმივი სტუმარი გახლდათ. სულ კედლებს ხატავდა თურმე და ალამაზებდა. სასტუმროს პატრონს ვინმე გოლასი. ძალიან ყვარებია თავისი კარის მხატვარი. ხატვის დროს თურმე თავზე დაადგებოდა და შავ-შავ ულვაშებს იგრეხდა. მერე თელს ჩაუკრავდა მზარეულ თედუას და ისიც პირდაპირ ქურიდან ცხლად გადმოღებული მათლაბით ბუღლამას ან ერთ-ერთ ყაურმას გამოარბენინებდა თურმე. თან პურსა და არახს შემოუდგამდა სამფეხა მაგიდაზე. ნიკალა ცოტას წატეხავდა პურს, ერთ კობს კერტს შეხრებავდა, ზედიზედ გადაკრავდა არახს და ხატვას გააგრძელებდა. ყოლა კი ადგა თავზე. ნიკო არ მომიშივდეს, არაყი არ მოაკლდეს, თორემ ვეღარ დახატავსო იტყოდა. ყოლას ნაირები ბევრი შეხვდა. უფრო ბევრნი კი სხვანაირები იყვნენ. ცნობილი ფაქტია, რომ 1916 წელს ის მიიწვიეს მხატვართა კავშირის კრებაზე, მოეფერენ, პენსიაც დაუნიშნეს, მე მგონი რაღაც 100 თუ 150 მანეთი და შემდეგ ორჯერ ლადო გუდიაშვილმა ეს თანხა გადასცა მას. მაგრამ უკვე მესამედ როცა ეძებდა აი ამ ქუჩებში დადიოდა და ეძებდა, უკვე ვეღარ მიაგნო. აქაც დიდუბეშიც ეძებდა და უკვე ყველა ამბობდა, რომ სადღაც ვნახეთ, მაგრამ ეხლა არ ჩანს. 1913 წლის 27 იანვარი, კვირა, დილით ჯერ მესხიებთან ვიყავი, რომლისგანაც ვიყიდე ბიჭის პორტრეტი, დიდარი კინტოს ვაჟიშვილი. იქიდან ნიკოსთან წავედი. ის იჯდა და ჩემ პორტრეტს ხატავდა. ნიკომ ჯერ განზე გამიყვანა და მკითხა, როდისაა გამოფენა? ოთახს რომ მომცემდნენ, სადაც შემეძლებოდა მუშაობა, ტილოც რომ მქონდეს. ერთ თვეში 15 სურათს დაგიხატავდი. იმაზე უკეთეს, რაც მაქვს. შერემეტიევის ბაღზე უკეთეს. ჩემს კითხვაზე დაუხატავს თუ არა ხატი, მიპასუხა. ხატის მწერალი, ფერმწერი, მღებავი, მხატვარი, სულ სხვა და სხვა. ხატის მწერალი მე არ ყოფილვარ, მხოლოდ ერთხელ დავხატე წმინდა გიორგი. ფერმწერებმა მართალი გითხრა ხატვა სულ არ იციან. გაიხსენებს ილიას დანევიჩი მერე, როცა ნიკალა გაუჩინარდება. მდიდრებს არ უყვართ ჩემი სურათები. მათ თავიანთი მხატვრები ხავთ. ამბობდა თურმე ხშირად გულდაწყვეტილი. სამაგიეროდ მერე შეუყვარდათ. 1922 წელს თბილისში ვაქსლის უბანში მდებარე დუქანში გარდანახე ძმებმა დანევიჩებმა ნიკალას ტილო აღმოაჩინეს. მედუქნე ბაიაძემ ნახატის გაყიდვაზე თავდაპირველად კატეგორიული უარი განაცხადა. თითქოს ვერ შეელეოდა ნიკალას სახსოვარს. შემდეგ კი ოქროცლირები მოსთხოვა ახალგაზრდა მხატვრებს. მოგვიანებით ტილო მაინც გახდა კირილეს დანევიჩის საკუთრება. მედუქნის მიერ მოთხოვნილი ფულები ინკოგნიტოდ დარჩენილმა მაგნატმა გადაიხადა. წლების მანძილზე ფიროსმანის ტილო კირილეს დანევიჩთან თბილისში კირპიჩნი პერეულოგზე მდებარე სახლში ეკიდა. დღე ნიკო სულ ღარიბდებოდა. ტანის ამოსი შემოაწვდა. ფეხსაცმელი დაეხა. ჩაიცვა უბრალო იაფასიანი ხალათი და ჩიტის შარვალი, მაგრამ როცა შეხედავდით ამ ადამიანს, მის სახეს, მის თვალებს, დაგავიწყდებოდა თუ რა ეცვა. დიდრულ შავ თვალებში გამოშვიოდა აზრი, დამკვირვებლობა და ფარული მწუხარება. სახის მოხაზულობა, წვერულვაში და თმა, საოცრად წააგავდა იმათ სახეებს, ვის გამოსახულებასაც ვხედავთ ქართულ ფრესკებზე. შთაგონებული სახე ჰქონდა. ნიკო დამოუკიდებელი და ამაყი ადამიანი იყო. ტყუილად კი არ შეარქვეს ხუმრობით გრაფი. ფიროსმანაშვილი ჩუმითხვით გვიამბობდა კახეთში გატარებულ ბავშვობაზე, თბილისში ცხოვრების შესახებ, თავის სურათებზე, თუ როგორ ესმოდა ფერწერა და უამრავ სხვა ამბავზეც. მე უბრალო ადამიანების ხატვა მიყვარსო, გითხრა ერთხელ.
გლეხები, ყარაჩოღელები, მუშავი, მეეზოვეები, ქალები, ბავშვები, ვხატავ ცხოველებსაც. ტიტრებს არ უყვართ ჩემი სურათები. რა ვქნა, მათ თავიანთი მხატვრები ჰყავდო. შემდეგ დაამატებდა. თქვენ დიდი საქმე წამოიწყეთ, დიდ გარჯას მოითხოვს. მე გეტყვით, სადაა ჩემი საუკეთესო სურათებიო. ფრაზებად აქცევს ნიკოლასთან შეხვედრის დეტალებს კირილე სტანევიჩი. ძალიან ცუდი იყო ის, რომ აი მის შემდეგ, როდესაც ის მიიწვიეს მხატვართა კრებაზე, მოეფერენ, იმედი ჩაესახა მას, რომ აი აღიარეს, ეხლა მე უკვე პარიზშიც მიცნობენო, ამაყობდა ამ თავის მედუქნეებთან, მოხდა ის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ იმავე გაზეთმა, სახალხო ფურცელმა, რომელშიც რამდენიმე ხნით ადრე ხოტბას ასხავდნენ, დაბეჭდა მისი კარიკატურა. ამან ძალიან ძიმეთი მოქმედა მასზე, ის იყო ძალიან შეურაცხყოფილი, კატასავით გამომხატესო, შესჩილა თავის მეგობრებს და იმის შემდეგ მისი კვალი თანდათან იკარგება. ის უკვე ერიდება ადამიანებს, აღარ გამოდის საზოგადოებაში და მისი მდგომარეობა თანდათან მძიმდება. წუთი სოფელი ქანაობს. მეც ბევრი მაგუნდავა და მაქანავა. შემდეგ არ მოკრივესავით ამამ კრაკისტი დაიდარჩი ასე, უბოძლო ხესავით, უსაძირკვლო სახლივით. ცხოვრება დავხარჯე, სიკვდილს კი გამორჩი. ვიღაცამ დამწყევლა თუ დამლოცა არ ვიცი. თანაც თბილისის ქუჩებს ვეღარ ვცნობ. წინათ ყველგან ჩემი გზა და ჩემი ბილიკი მქონდა. მიხვალ მოხოვლებში არ ვიბნეოდი. ახლა ბევრი ოღრუჩორო ადგილი მიასწორ მოასწორეს. ეს მანქანებიც გამრავლდა და სიარული მიჭირს. ხანდახან კისრის ძარღვებიც დამეჭიმება. თვალებში რაღაც დამცეცხლავს, თითქოს განათდება და ვხედავ ქუჩებს, ხალხს. მერე კი ისევ ბნელა, სულ ბნელა. განასამარეში იქნება ამაზე უარესი. ხშირად ეუბნებოდა ხოლმე თურმე ნიკალა თავის დოსცა და ძმაკაც მეყვავილე გიჟვანოას. სწორედ იმას, მეიდანზე ულამაზესი თაიგულებით რომ ვაჭრობდა თურმე და მერე რევოლუციის შემდეგ მათხოვრად ქცეულმა თავისი ამბავი ლადო ასათიანს გაუმხილა. თუმცა ნიკოლას მეგობრობაზე თავის დადება ცოტა არ იყოს და გადამეტებული უნდა ყოფილიყო. მეგობრობა ხომ მსგავსი სულისა და ნიჭის ადამიანების ურთიერთობას ჰქვია. ხოჭურს არის ვერსია, რომ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე თქოს ის იმერეთში იყო წასული და ეს არ არის სიმართლე, არ არის ფლად მოკლებული სიმართლეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მისი ნახატი აღმოჩნდა შემდეგ იმერეთშიც და საერთოდ დასავლეთ საქართველოში და მე მგონია, რომ მაინც ის სიკვდილამდე ის ერთი წელიწადი, რომელიც ნაკლებად ჩანს, ის მაინც გასული იყო თბილისიდან. ჩერქეზოვზე ერთი დალაკი ყოფილა. ფიროსმანს თავისი სურათი მუქთად დაახატვინა, სულ 1 ლიტრი წყალგარეული ღვინის ფასად. ბოლოს კი სულ რომ დაეგდო უფასი, არ ვიცი ღვინის, არ ვიცი საწყალი ნიკოლასი, აუხირდა არ მგავსო. ფიროსმანს ერთი სირაჯი გამოქომაგებია. იმ დალაკისთვის ისეთი სილა გაუწნავს, ყბა გვერდზე მოქცევია. ახლა ხომ გავს და დამშვიდიო და უმატებია და შემდეგ გასცლია. რასიზა, ანას ღაურება შემკვეთის წინდისზე იყო. მარტოობას მიჩვეულსა და მეუყარებელს მათხოვრები ყვარებია. უკანასკნელი გროშის მიცემა შეეძლო, მერე რა რომ თვითონ აღარაფერი რჩებოდა. ყველასთვის სიკეთე სურდა. ძალიან უნდოდა ადამიანებს ერთმანეთისთვის გაეგოთ. ამ უბნის ქუჩებს, სარდაფებს, ეზოებს კარგად ახსოვს ნიკო ფიროსმანი. და ის სულ აქ დადიოდა და სხვათა შორის ლადო ასათიანს აქვს ძალიან კარგად თვარეულივე დავემხობი თბილისის მიწას და ნიკო ფიროსმანის ნატერფალს კოცნიო და მე ხშირად მივლია მის ნაკვალებზე. ეს გზა იწყებოდა კოლმეურნეობის მოედნიდან, იქიდან ესეთი ოდნავ შეზარხოშებული ნიკალა ალბათ ნელი ნაბიჯით მოუყვებოდა ვარანცოვს გამოივლიდა, იქ ქოსების დუქანი იყო, მერე ცოტა აქეთ კიდე წამოვიდო და სოზაშვილის დუქანი, კიდევ სხვა დუქნები იყო, მესხიევის დუქანი, მესხიევი ეს არის სირაჯი, რომელიც სთავაზობდა მას, რომ დარჩი ნიკალა ჩემთან, იცხოვრე, კვირაში ერთხელ აბანო გექნება, ხატე რამდენიც გინდა და იყავი მშვიდათო. მაგრამ არა, ბორგილებს ვერ დავიდებ უპასუხა ნიკალამ და არ დათანხმდა მაშინ მის შესთავაზებას. ქალები ეჯავრებოდაო, არავინ იცოდა რატო.
მერე ნელ-ნელა მავნისა და მავნის მოყოლილი ამბებიდან ერთი რამ გახდა ცხადი. კი არ ეჯავრებოდა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამური არ წყალობდა თურმე. საყვარელი ადამიანისათვის ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა არ შეეძლო. სხვანაირი სიყვარული კი უცხო იყო მისთვის. ახალგაზრდობაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ რკინიგზის კონდუქტორად მუშაობდა, გავლენიანი კაცის ცოლი ყვარებია. გავლენიანმა ქმარმა ნიკალას სამსახურიდან გამოაგდებინა. ფული და ჯამაგირივის დაკარგვია ფიროსმანი დარდითა და მონატრებით გამხდარა ავად და წამლად არაყი გაუსინჯავს, რომელიც ჩრდილივით შეშჩევია მერე. მანამდე კი, სულ ადრე, ჭაბუკი ფიროსმანაშვილი ასნაურ ახვერდი ქალანთაროვის უმცროს ასულს ადრე დაქვრივებულ ელისაბედს ეტრფოდა თურმე. ამ სიყვარულსაც სიხარულის მაგიერ ტკივილი მიუყენებია. მერე კი სწორედ მაშინ მთელი თბილისის მხატვარ ნიკალას ღამის გასათებით რომ არ ჰქონდა და დუქნიდან დუქანში საღებავების ყუთმოკიდებული დადიოდა, ფრანგი აქტრისას სიყვარული ჩავარდნია გულში. ხო და შუა ბაზარში თავისი დოსტი მეყვავილეებისაგან ვარდებინისია დაუღია და ზუსტად მილიონი ცალი გაოგზავნაო სიყვარულის ნიშნად. მართლა მილიონი იყო თუ ცოტა ნაკლები, მაგას ახლა ვეღარავინ გაიგებს. თუმცა ვალი არავის მოუთხოვია. ნიკალა კი ამ ვარდების წყალობით ერთი კვირის მანძილზე ლამაზი მსახიობი ქალის საძინებელი ოთახის მუდმივი სტუმარი იყოო, იმასაც ამბობენ. ნიკალას სიყვარულზე ეს ცნობილი ლეგენდა და მილიონი ვარდი, ეს რასაკვირველი ლეგენდაა. თუმცა ისტორიულად არის ფაქტი, რომ ფრანგი ესე იგი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე მარგარიტა მართლაც იყო ჩამოსული თბილისში 1005 წელს. 1905 წელს. და ვერის, სადაც ახლა ზემელია დაახლოებით ესეთი რუსთაველის დასაწყისში, ელბაქიძის და რუსთაველის კუთხეში. იქ იყო ბაღები, ნაწილი სხვათა შორის იმ ბაღების დარჩენილია ახლაც. და აი აქ გამოდიოდა აქტრისა მარგარიტა, ღეროდა, ცეკვავდა და ნუ როგორც ჩანს მართლაც რაღაცა თვალი დარჩა ნიკალას მარგარიტაზე. არ ვიცი ხა ეს რამდენად იყო ასეთი ამაღელვებელი, ამაღლებული სიყვარული. ალბათ იყო. როდესაც პარიზში, ლუვრში 1969 წელს იყო ფიროსმანის ნახატების პერსონალური გამოფენა, იმ გამოფენაზე მოვიდა ხაში შესული ქალი, რომელიც ამბობდა, რომ აი მე ვარ ეს აქტრისა მარგარიტა, მე ვიყავი თბილისში და მე ვიცნობდი ფიროსმანს და სწორედ სურათიც არის გადაღებული აქტრისა მარგარიტა, როგორც დგას ამ თავის პორტრეტის გვერდზე პარიზში, ლუვრში. როგორც ჩანს ეს სიმართლეა, იმიტომ რომ გავს კიდევაც, იცით, თუ დააკვირდებით, აი თვალწარბით რაღაცა საერთო არის მარგარიტასა და აი ამ ნახატს შორის, აი ამ ქალბატონსა და ამ ნახატს შორის. რაც შეეხება კალანტაროებს. ნიკალას შეუყვარდა ერთ-ერთი ქალიშვილი კალანტაროების და წერილიც კი გაბედა და წერილი მისწერა, მაგრამ ქალმა არ მიიღო ეს მისი სიყვარული და გულგატეხილი ნიკალა ძალიან განაწყენებული დარჩა და ალბათ ამანაც განაპირობა, რომ ის წამოვიდა ამ ოჯახიდან ძალიან ადრე, 16 წლის ასაკში. მაღალი, მშვიდი და ამაყი მხატვარი, დახეულ პიჯაკში, თავზე რბილი ფეტრის ხუდით, ისე უცნაურად გაუჩინარდა თბილისიდან, როგორც გამოჩნდა. ეს სწორედ ის სარდაფია, სადაც მომაკვდავი ნიკალა მისმა მეზობელმა, სოფიკო შავგულიძემ აღმოაჩინა პირველად. შემდეგ იგი გაიქცა თავის მეუღლესთან, ნესტორ შავგულიძესთან, რომელიც აქვე რკინიგზაზე მუშაობდა. ნესტორმა მაშინვე მოირბინა და როგორც სოფიკო შავგულიძე ყვებოდა, ძალიან დაუძლურებული და ძალიან მძიმედ დაავადებული ნიკალა მიიყვანეს მარხილთან, მაშინ ლინეიკა, ამან ასე მითხრა, რომ ლინეიკაში ჩავსვით და გავუშვით, არ ვიცი საწაიყვანეს, არამეანცის თუ მიხეილის, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ვიცი, რომ მიაკითხეს და კაცი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდაო. მხოლოდ ერთმა, პაჭუა მიშამ, თავის დროზე პაპოვის მაღაზიის დახლში რომ იდგა და ნიკალას ყოველდღე საღებავებს თავის ანგარიშზე აძლევდა, ხოლო მერე რევოლუციის შემდეგ ძლივს იშოვა სამადლო სამუშაო ორცხენიან დახურულ ეტლზე,
რომელიც თბილისის საავადმყოფოდან უპატრონო და ამოუცნობ მიცვალებულებს სასაფლაოზე ეზიდებოდა, იცნო თურმე საწყალი მხატვარი, რომელიც მისი ეტლის მგზავრი გამხდარიყო. პაჭუა მიშას ნიკალა ავლაბარში პეტრე პავლეს ეკლესიის სასაფლაოს კედლის გადაღმა აღმოსავლეთის მხარეს დაუსაფლავებია. სასაფლაოს შიგნით რიყის ქვა მოუძებნია და საფლავზეს დაუდვია. შებრალებია სიცოცხლეში დაკარგული, სიკვდილის შემდეგაც არ დაკარგულიყო. მე ვიცი ეს ადგილი პეტრე პავლეს სასაფლაოს აღმოსავლეთ კედლის გარეთ, გადაღებული მყავს კიდეც ეს დავით ჩაჩანიძე იმ ადგილას და ის ყვებოდა რომ აი შევესწარი როგორ მოიყვანეს არემიანცის ავადმყოფოდან და იქ სანამ დაგრძელავდნენ ვთხოვეთ ბიჭებმაო რომ მღვდელი ალექსი სამადალაშვილი მოსულიყო და წესი აეგო ნიკალასთვის. მართლაც ესე მოხდა, წესი აუგეს და შემდეგ ამ კედლის გარეთ დაასაფლავეს. და როდესაც ვიკვლევდი საარქივო მასალებს და ვნახე პეტრე პავლეს სასაფლაოს ჩანაწერთა რეგისტრაციის წიგნი, იქ ჩემდა გასაოცრად სწორედ არის ასეთი ჩანაწერი, უცნობი ნიკოლოზ, აპრილის 14 რიცხვი, 1919 წელი და ხელს აწერს ამ ჩანაწერს ვინმე მღვდელი ალექსი სამადალაშვილი, ზუსტად ის სახელი და გვარი, რომელზეც დავით ჩაჩანიძე საუბრობდა. და კიდევ ჩაჩანიძემ თქვა ის, რომ როდესაც წესს უგებდა, რამდენჯერმე მკითხა სახელი მიცვალებულის და ჩვენ უთხარითო ნიკოლოზ მამაო ქართველი კაცია, ქრისტიანი. და სწორედ ეს უცნობი ნიკოლოზ ჩაწერა, რაც იცოდა, გვარი არც უკითხია და არც აინტერესებდა ალბათ და ეს ჩანაწერი უცნობი ნიკოლოზ მე ძალიან მენიშნა და ამდენად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, რომ აი ვარიანტებს შორის ესეც ის ვარიანტია, რომელიც ყურადღებას და განხილვას საჭიროებს. ბეგო იაკაშვილის დუქანს პატარა ბაღი ჰქონია საყვავილე ფართულებით შემკობილი და პატარა კუპეებით. თუმცა როცა ნიკო ფხიზელი და თავისუფალი იყო, ბაღში გავიდოდა, ყვავილებს უვლიდა, მიწას ჩახურებდა, მერე დიდი კაკლის ქვეშ დაჯდებოდა გაშტერებული. უფრო ზაფხულში იცოდა ბაღში განმარტოება. მარტოობა უყვარდაო, უცხო ხალხს არ ეკარებოდაო. ეკალა ეუბნებოდნენ, მარტოობა ძნელია, ოჯახს მოეკიდეო. ახედავდა თავისი დიდრონი თვალებით და პასუხობდა თურმე. მარტო ვარ დაბადებული და მარტო უნდა მოვკვდე. აბა ერთი მითხარით, რომ დიდ მწერალს ქონია ბინა, მე რომ მქონდეს. ძველად სულ გამოკაფულ კლდეებში და ქარაფებში უცხოვრია წმინდანებივით. მე დავიცოდე როგორ ცხოვრობს ჩვენი აკაკი წერეთელიო. რა მოგვიტანია, რა უნდა წავიღოთ. ერთი მეგობარი დამარხავს, დარდი არა მაქვსო. ვირის ყუდივით მოკლია წუთი სოფელი. თურმე თუ ზარხოშად იყო, ჩუმი ღიღინი უყვარდა. ლოთებონე დავით ჩვენაო, აიღებდა ჭიქას და იტყოდა, გაუმარჯოს პავლესა, დაისხავს და დალევსაო. ძმებო, ავაშენოთ დიდი ხის სახლი, სადმე ქალაქი შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. ჩაი და არა არაყი ან ღვინო. მისი ცხოვრების კადრებს სხვა სცენარი მოერგო, თვითონ ნიკალას სულისთვის მიუღებელი, მაგრამ უცილო.
ფიროსმანი, ფრანგმა მხატვარმა, ლედანტიუმ აღმოაჩინა. დანევიჩებმა კარდაკარ სიარულით მოაგროვეს მისი ტილოები და პირველი გამოფენა გახსნეს. ნიკოლას ერთადერთი ფოტო, არა ქართველმა, თბილი შეკედლებულმა ფოტოგრაფმა კლერმა გადაუღო. გასონგი, ქართველი გენიალური ჯოტოს გრაფიკული პორტრეტი შექმნა. რაღაც განაზომიერება. იქნებ ჩვენ საფლავი მაინც გვეპოვა მისი.